საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის წარმომადგენლები ბათუმში ქართველი კოლეგებისათვის სემინარს მართავენ. ორგანიზაციის 3 ექსპერტი ნავსადგურის უსაფრთხოების დარგში 3 დღის განმავლობაში ადგილობრივ სპეციალისტებს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებს. აღნიშნული სემინარი საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ორგანიზებითა და საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის AIMO-ს ხელშეწყობით ხორციელდება. ღონისძიების ფარგლებში ბათუმის საზღვაო ნავსადგურის საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს, საზღვაო აკადემიის შინაგან საქმეთა სამინისტროს, ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტის რამდენიმე საზღვაო სასწავლო ცენტრის, შავი ზღვისა და APM-ის ტერმინალის წარმომადგენლები გადამზადდებიან და შესაბამის სერტიფიკატებს მიიღებენ. სამუშაო შეხვედრა სასტუმრო შერატონში მიმდინარეობს. სემინარი დღეს დაიწყო და გაგრძელება მომდევნო 3 დღის განმავლობაში. მიმდინარე წელს იგეგმება საქართველოს ნავსადგურებში უშიშროების რისკების შეფასება და ასევე უშიშროების გეგმების დამტკიცება. მიმდინარე სემინარი მიზნად ისახავს ყველა ამ პროცესში ჩართული ორგანიზაციების და პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებას. დეტალური განხილვა ხდება იმ საკითხებისა, რომელიც დაწერილი არის, მაგრამ ჯერ კიდევ მათი დეფინიცია ბოლომდე არ არის სრულად მოცემული. იმიტომ რომ სადავო საკითხებად ითვლება მაგალითად საპორტო საშუალებები რა იქნეს მიღებული დასაცავ ობიექტებად და რა არა. ასევე გემებზეც არის მრავალი საკითხი.